მოგესალმებით. ამ ვიდეოში უნდა განვიხილოთ მონაცემთა ტიპები და storage კლასები. ქართულად ალბათ შენახვის კლასები, შესანახი კლასები, არ ვიცი, storage კლასები, ქართულად კარგი თარგმანი ვერ მოუფიქრე, ამიტომ თუ ვინმე მოუფიქრებთ უკეთეს თარგმანს, კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ. ჩვენიერი, მაგრამ ეხლა უკვე გადავიდეთ რეალურად ჩვენს საქმეზე. Data types and storage classes. მონაცემთა ტიპები და ტერმინს ყოველთვის ვიხმარ storage class ამ შემთხვევაში. და უბრალოდ შინაარსობრივად, ასე ვთქვათ, ნახოთ რა განსხვავებაა მონაცემთა ტიპებსა და storage class-ებს შორის. ჩვენიერი. შევხედოთ აი ამ ტერმინებს. ესენი არის ერთი შეხედვით თითქოს მონაცემთა ტიპებია. თითქოს. ნებისმიერ მონაცემთა ბაზაში ამას ესე რომ შევხედოთ, ან ნებისმიერ მაგალითად პროგრამირების ენაში ესე რომ შევხედოთ, ჩავთვლიდით რომ აქ რაც წერია, ესენი მონაცემთა ტიპებია. აი მაგალითად null ნიშნავს ცარიელ ადგილს, როცა გინდა რომ წარმოაჩინო რომ არაფერი არ წერია კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ მაგალითად უჯრაში არაფერი არ არის, მაგ შემთხვევაში null ამბობს რომ აი აქ ნამდვილად არაფერი არ არის. ეგეთი ტიპი მონაცემის არსებობს. integer ნიშნავს მთელ რიცხვს. 1 2 3 4 5 და ასე შემდეგ. real ნიშნავს არა მთელს, არამედ ნამდვილ რიცხვს, ანუ ისეთ რიცხვებს, რომლებიც 1 2 3 4 ანუ მთელებიც არის, პლუს წილადი ნაწილიც აქვს ძიმის შემდეგ. ტექსტი, ბლობი, ტექსტია, გასაგებია ნებისმიერი ტექსტი და ბლობი არის binary large object, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაღაც დიდი ობიექტი, ბინარული დიდი ობიექტი, რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივ ენაზე რო ვთქვათ, ფაილია. ანუ მონაცემთა ბაზაში თურმე ფაილების შენახვაც შეგვიძლია. მაგრამ აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა რასაც ეკრანზე ვხედავთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს მონაცემთა ტიპებია. მაგრამ სინამდვილეში ესენი მონაცემთა ტიპები არ არის, არამედ storage კლასებია. რა განსხვავებაა მონაცემთა ტიპებსა და storage კლასებს შორის? storage კლასი არის რაღაცა, რაც მოიცავს კონკრეტული მონაცემთა ტიპების ერთობლიობას. რას ნიშნავს რა ერთობლიობას? აი მაგალითად integer-ის ქვეშ, integer storage კლასის ქვეშ ბევრი ტიპები შეიძლება არსებობდეს მონაცემების? ზუსტად, აი მასე შეგვიძლია განმოვითაროთ ჩვენი, ასე ვთქვათ, აზროვნება. და მოდით ვნახოთ ეს რას ნიშნავს. აი მაგალითად integers შეიძლება ჰქონდეს აი ეს ამ რაოდენობის მონაცემთა ტიპები. ანუ integer storage class-ში, ანუ integer class-ში, ესე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რაღაცა დიდ, ასე ვთქვათ, colga ტერმინში, გაერთიანებულია ყველა აი ეს, ასე ვთქვათ, მონაცემთა ტიპი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. ამ მონაცემთა ტიპებს ერთმანეთთან საერთო ისე აქვთ, რომ ყველა არის მთელი რიცხვებისთვის მოგონილი. აბსოლუტურად ყველა. 1 byte integer, 2 byte integer, 4 byte integer, 8 byte integer. აბა რა განსხვავებაა? განსხვავება 1 2 6 8 და ასე შემდეგ, ხო? რამდენი ბაიტისაგან შედგება ეს? რას ნიშნავს რამდენი ბაიტისაგან შედგება? საერთოდ რაზეა საუბარი? ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა. ბაიტები, ვინც არიცით, არის ინფორმაციის საზომი ერთეული. ანუ მეხსიერებაში შენს ინფორმაციას რამდენი ადგილი უკავია. და integer storage class სინამდვილეში მის ქვეშ გაერთიანებული აქვს 4 კი არა და რამდენია 7 integer ტიპი, მონაცემთა ტიპი, რომელსაც სხვადასხვა ზომები აქვს. რას ნიშნავს იცით, რომ აი მაგალითად 8 ბაიტიან integer ტიპს თუ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაგალითად რიცხვი 3 შევინახოთ, ის დაიკავებს 8 ბაიტს. და 8 ბაიტს დაიკავებს 3-ის შემთხვევაშიც და 30,000-ის შემთხვევაშიც, 30 მილიარდის შემთხვევაშიც. დაიკავებს 8 ბაიტს. მაგრამ თუ გამოვიყენებთ მაგალითად 3-ის შემთხვევაში რაღაცა 4 ბაიტს და 30 მილიარდის შემთხვევაში 8 ბაიტს, ხო? მაშინ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, მონაცემების გამოყენების პრინციპი თუ მიდგომა, ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო მე დავზოგავთ მეხსიერებას. შესაბამისად,
integer კლასში გაერთიანებულია აი ეს ამდენი ტიპი. მაგრამ თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ესე იგი სანამ მე გამოვიყენებ ამ რომელიმე integer ტიპს, ესე იგი წინასწარ უნდა განვსაზღვრო რამდენ ადგილს შეიძლება დაიკავოს, შეიძლება იკავებდეს ჩემი რიცხვი და იმის მიხედვით ავარჩიო რომელი integer ტიპი გამოვიყენო? ალბათ ეს არის ერთ-ერთი კითხვა კიდევ, რომელსაც თქვენ იკითხავთ. და პასუხი არის რომ არა, გაცილებით მარტივად არის საქმე. სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ storage class ვუთითებთ, ანუ ჩვენ ვამბობთ რომ კონკრეტულ ველში, რომელშიც მინდა რომ რაღაც რიცხვითი ინფორმაცია, მთელი რიცხვები ჩავწერო, ვუთითებთ იქ რომ ეს ველი არის integer storage class მიეკუთვნება. ამას ქვია type affinity-ს ეძახიან ამას, ეხლა ვნახავთ მაგასაც. და მიკუთვნებულობას გულისხმობ, ანუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ კონკრეტულ ცხრილში არის რაღაცა ცხრილი, მაგალითად ასაკისთვის, ან ცხრილი წიგნის გვერდების რაოდენობისთვის, ან ცხრილი წლებისთვის, ანუ ყველა ესენი არის მთელი რიცხვები და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ცხრილი რაღაც pages, ანუ ცხრილში სვეტი pages, გვერდების რაოდენობა არის integer ტიპის. ესეთი რამ შეგვიძლია უთხრათ SQL-ს. სინამდვილეში ვეუბნებით რომ შენ ახლა გამოიყენე integer storage class-ი და იმის მიხედვით თუ მე რა ინფორმაციას ჩავწერ ხოლმე ამ სვეტში, იმის მიხედვით შენ თვითონ გადაწყვიტე, SQL-ს ვეუბნებით ჩვენ. შენ თვითონ გადაწყვიტე 4 ბაიტიანი უნდა დაიკავო, 1 ბაიტიანი, 8 ბაიტიანი თუ ასე შემდეგ. რომელი ტიპი გამოიყენო. ანუ ფაქტობრივად SQLite ჩვენ გვაცილებს ამის არჩევანის აუცილებლობას და თვითონ ჩვენთვის ჭკვიანურად ირჩევს თუ რომელი ტიპის მონაცემთა ტიპს გამოიყენებს. შვენიერი. შევხედოთ მაგალითად ეს არის ტექსტი, ხო? Red line. ანუ ეს არის ჩვეულებრივად ტექსტური ინფორმაცია. აი აქ აი ამ მონაცემთა კლასებიდან, storage კლასებიდან ვიღებთ ტექსტს და ვამბობთ რომ თუ გვინდა რომ ეგეთი ჭყალებში red line ტექსტი შევინახოთ, გვჭირდება რომ text მონაცემთა ტიპი. თუ გვინდა რომ მაგალითად სურათი შევინახოთ, გვჭირდება blob-ი, binary large object-ი რომ იყოს ამ იმის ველის ამ სვეტის ტიპი. თუ გვინდა რომ რიცხვი შევინახოთ, მაშინ დაგვჭირდება რომ ეს იყოს integer-ი. და ყველას შეიძლება ჰქონდეს და ეს მე კარგი, ასე ვთქვათ, საკვლევი ამოცანა თუ გინდათ, ნახეთ თითოეულ storage class რამდენი ქვე მონაცემთა ტიპი აქვს. რეალურად არაფერში სინამდვილეში არ დაგჭირდებათ მაინდა-მაინც ამისი ცოდნა, მაგრამ უფრო უკეთეს წარმოდგენას შეიქმნით, ამიტომ რატომაც არა. შვენიერი. 10 იწერება მონაცემთა ცხრილში, როგორც ჩვეულებრივ 10 ინტეჯერი, ხო? მაგრამ წარმოვიდგინეთ, მე უბრალოდ 10-ის ჩაწერა კი არ მინდა. მე მინდა რომ მეტროში რომ გზავრობს ადამიანი, იმას 10 ცენტი გამოვაკლო და ეს ცენტი როა, ესეც უნდა მიუთითო, შეიძლება ამის მითითებას დამჭირდეს. თუ დამჭირდა, თუ ამის აუცილებლობა არის, ან რამენაირად მოვაგო, რომ მოკლედ აი ესეთი ამბავი მჭირდება რა. მაგრამ აი ეს რიცხვი აღარ არის. ეს არის ტექსტი. რატომ? იმიტომ რომ წინ დოლარის ნიშანი აქვს. და ანუ რაც არ უნდა ბევრი რიცხვები გქონდეს შენს ტექსტში, ჩვეულებრივი ტექსტური სიმბოლოებიც თუ გაქვს, ესე იგი ტექსტის ტიპის ინფორმაცია გაქვს. და დოლარის ნიშანს ვერ შეინახავ integer ტიპის ველში. შესაბამისად, რა შეგვიძლია ჩვენ ვქნათ? პირველი რაც შეგვიძლია ვქნათ, მოდი წინასწარ ვთქვათ, რომ აი ეს კონკრეტული ველი არის დოლარებისთვის და 10 ცენტი როცა გვინდა ჩავწეროთ დოლარებში 0.1 ამ შემთხვევაში. და ამ შემთხვევაში integer-ი კი აღარ გამოვა, ამ შემთხვევაში გამოვა real-ი, ხო? ანუ იმიტომ რომ წილადი რიცხვია, ხო? და real-ის რომელიმე real storage class-ის რომელიმე ქვე ტიპს, მონაცემთა ტიპს გამოიყენებს ის ავტომატურად ჩვენ გარეშე. ჩვენ უბრალოდ ვეტყვით რომ real-ია. Okay. ეხლა ნახოთ რას ნიშნავს type affinities, ანუ ტიპების მიკუთვნებულობა, არ ვიცი ქართულად. ტიპის თვისებები, ანუ კონკრეტულ სვეტს რომ მივაკუთვნოთ რაღაცა თვისება. თუ რა ტიპის ინფორმაციას ინახავს ის. ამაზეა საუბარი.
აი ესეთი type affinity-ებიც რეალურად იგივე დასახელებებით არსებობს, ანუ მიკუთვნებულობები არსებობს იგივე დასახელებებით და მოდით ახლა ვნახოთ ეს რას ნიშნავს. აი მაგალითად თუ გვაქვს ინტეჯერის ტიპის რიცხვი 10. მაგრამ ცხრილში, მონაცემთა ცხრილში გვაქვს amount სვეტი, რომელსაც აქვს type affinity ტექსტი. აი აქედან პირველი რაც არის, აი ეს ტექსტი აქვს type affinity. ანუ ტიპის მიკუთვნებულობა, ანუ ვიღაცამ რო შექმნა ეს ცხრილი, amount wells მიუწერა გვერდზე რომ ეს არის ტექსტის ტიპის. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ მოვინდომებთ რომ ეს 10, რომელიც ინტეჯერ ტიპის არის, ჩავწეროთ ტექსტის type affinity-ის მქონე well-ში, ნახეთ რა მოხდება? სინამდვილეში ბრჭყალებში რატო ჩაისვა, იცით, რომ ამით მieნიშნა, რომ სინამდვილეში ეს კულაითი ამას გადააქცევს ტექსტად და საბოლოოდ ტექსტად შეინახავს და საბოლოოდ შენ ტექსტად შენახული გექნება ეს ინფორმაცია და არა რიცხვად და შემდეგ კალკულაციებში ვეღარ გამოიყენებ ესე მარტივად, როგორც რიცხვს გამოიყენებდი, გასაგებია, ხო, ტექსტებს მათემატიკურ ოპერაციებში ვერ გამოიყენებ. ოკეი. იგივენაირად 25 შევინახეთ, ისევ ტექსტად შეინახება. შვენიერი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ტექსტი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში amount-ის type affinity არის ინტეჯერი მაგალითად. ამ შემთხვევაში პირიქით გაუქრება ეს ბრჭყალები, ანუ ნიშნავს, რომ გადაკონვერტირდება რიცხვში. და ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ავტომატურად ხდება. იქნება სიტუაციები, სადაც შეიძლება რაღაცები ავტომატურად არ მოხდეს. ეგეთ სიტუაციებში თუ ვერ მოახერხა ეს კულაითმა რაღაც ისეთი ინფორმაციის, ისეთი ტიპის ინფორმაციის შენახვა მოინდომე, ისეთი well-ში, რომელსაც სხვანაირი type affinity აქვს, მაშინ ალბათ ერორი გექნება და მაგასაც ნახავ და წაიკითხავ და მიხვდები რა. მაგრამ სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გვიმარტივებს ეს კულაითი გზას და გვიმარტივებს საქმეს და ტიპების ავტომატურ კონვერტაციასაც ნახდენს, როგორც ახლა ჩვენ ნახეთ. იგივე 25-ის შემთხვევაში. შვენიერი. აი აქ რეალურად შეგვიძლია დავამთავროთ იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ აი ამ სქემას, აი ამ ჩვენი მონაცემების სქემას, ოღონდ უკვე დიაგრამის სახით და ვნახოთ, რომ აქამდე თუ ჩვენ ვაკეთებდით სქემებს, სადაც ვამბობდით, რომ გვაქვს ეს ველი, ეს ველი, ეს ველი. მერე გვაქვს კავშირი შემდეგ ცხრილთან და მერე იმ ცხრილში გვაქვს ეს ველი, ეს ველი, ეს ველი, ხო? ეხლა შეხედეთ, გვაქვს ID ველი, რომელსაც აქვს integer type affinity, name, რომელსაც აქვს text type affinity, ID, რომელსაც აქვს integer type affinity, name, რომელსაც აქვს text type affinity და line, რომელსაც აქვს text type affinity. როცა ვამბობ type affinity-ს, საბოლოოდ ჩათვალეთ, რომ გულისხმობ ტიპს. ანუ სინამდვილეში integer კლასის type affinity თუ გაქვს, ესე იგი ინტეჯერების ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოხდეს და მეტი არაფერი. შვენიერი. ესეც ჩვენი ახალი გაკვეთილი უკვე მონაცემთა ტიპებზე, storage კლასებზე და type affinity-ზე. როგორ შეიძლება რეალურად მონაცემები შევინახოთ სხვადასხვა ტიპებში და რას აკეთებს ეს კულაითი იმ დროს, როცა ჩვენ სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ვინახავთ. ახლა უკვე ამ ყველაფრის პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ შემდეგ გაკვეთილში, იქამდე კი დაალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარებში გააქტიურდით, რაც შეიძლება მეტად. შეგიძლიათ დამისვათ კითხვები. ვერ დაგპირდებით, რომ წამიერად ეგრევე გიპასუხებთ ყველაფერზე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თუ ჩავთვლით, რომ ეს ისეთი კითხვა იქნება, რომ აი თქვენ მართლა დაფიქრდით რაღაცაზე და რაღაცა უბრალოდ რაღაც კონკრეტული დეტალი ვერ გაიგეთ და იმაზე კითხვა გაგიჩნდათ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. ჩვენერი. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში.